დიდი მადლობა. მადლობა, ნიკა მელია. მოგესალმებით. აშემილი არ დავინახო პირველ რიგში კონტრასტი ამ ბატონ დიმიტრი ქუსიშვილსა და იმ ბატონ დიმიტრი ქუსიშვილს შორის, რომელიც სულ რაღაც 3 კვირის წინ იყო იჯდა ამავე დარბაზში, როდესაც მთავრობის დამტკიცება მოხდა დღის ბოლოს და სადაც იგი და თავისი კოლეგებიც საუბრობდნენ განვითარებულ ქვეყანაზე, სწრაფ ეკონომიკურ წინსვლაზე და დღეს თავადაც თქვენ ბატონო დიმიტრი ატყობთ, რომ გიწევთ საუბარი, ნუ მინიმუმ კითხვებზე პასუხის გაცემა გაზრდილ ფასებზე, გადასახადების ზრდაზე და ასე შემდეგ, რომელიც არც კი გიხსენებიათ არც ესეთი სიტყვით, არც თქვენ, არც პრემიერ-მინისტრს და არც მინისტრს. რა თქმა უნდა, არც მაშინ 3 კვირის წინ ზუსტად 26 ნოემბერს ვისხედით აქ და მით უმეტეს არც წინასაარჩევნო კამპანიაში. ეხლა რაც შეიძლება კონკრეტულ კითხვას და ჩემი კითხვა ეხება დედოლარიზაციის პოლიტიკას, თქვენს დედოლარიზაციის პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც თქვენ დაავალეთ საქართველოში არსებულ ყველა ბანკს, დაახლოებით 20 ბანკია, თორსები ხა 19 და დაადგინეთ, რომ არსებობს 33,000 ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს დოლარში გრძელვადიანი სესხი, თხოვეთ ბანკებს, რომ მოეხდინათ მათი კონვერტაცია და ადექით და ბანკებს ბიუჯეტიდან თქვენ მიეცით 65 მილიონი ლარი. მე მაინტერესებს, რითი იხემძღვანელად, ან ვინ გადაწყვიტა, რომ ეს არის საზოგადოებრივი ფენა, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ. კი, ერთი შეხედვით, რა თქმა უნდა, ჩანს, რომ ვიღაცას ეხმარებით, მაგრამ რეალურად ეხმარებით ბანკებს. 100, 200, 300,000 აქვს დოლარში სესხი აღებული. და ამ ადამიანებს ძირითად ნაწილს ბინების შესაძინად აქვთ ეს სესხი აღებული და უდიდეს უმრავლესობას კრედიტის გადახდის პრობლემა არ აქვთ. მათ შორის არც თქვენ, ბატონო დიმიტრი, და არც მე, რომელსაც მაქვს დიახ სესხი აღებული დოლარში ძალიან ბევრ ადამიანს, 33,000 ადამიანზეა საუბარი. მაშინ, როდესაც 100,000-ობით საქართველოს მოქალაქეა, რომელსაც ლომბარდებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში და ბანკებშიც, რა თქმა უნდა, ოჯახის უკანასკნელი ოქროს დაკეთობა აქვთ მაღალ პროცენტში დალომბარდებული და ჩადებული, რათა მშობლებისთვის გაეკეთებიათ ოპერაცია და პირიქით მშობლებს აქვთ ძვირად ბინა ჩადებული იპოთეკით მიკროსაფინანსოში ან იგივე ბანკში, რომ ბავშვისთვის და შვილისთვის სწავლის დაფინანსება მოეხდინათ. 100,000-ობით ასეთი ოჯახია, ვისაც რეალურად თქვენზე და ჩემზე მეტად უჭირთ. და თქვენ ადექით და 65 მილიონ ლარს ბანკებს ჩუქნით, რათა ბიზნესმენებმა თქვენის აზრით შვება იგრძნონ და 20,000 ლარს ჩუქნით თქვენ თავს პირველ რიგში და თქვენაერი შემოსავლის მქონე ადამიანებს ამ ქვეყანაში. აი, ვინ გადაწყვიტა და რითი იხელმძღვანელეთ, როცა ამ გადაწყვეტილებას იღებდით? მადლობა. მადლობა, გიგა ბოკერია. მადლობა ბატონ დავით, თუ შეიძლება თქვენ ნებართვით და ბატონ იმრის ნებართვით ინტერაქტიულ რეჟიმში რო ვიყოთ, თუ შეიძლება ძალიან მოკლედ. ნახევრად რიტორიკული გამოვა კითხვა, მაგრამ მაინც ესე რომ მივყვეთ